საფრანგეთის საჰაერო ძალების ეკიპაჟის წევრები რაფალის ტიპის ავიაგამანადგურებლებით ლიეტუაში ნატოს 4-თვიანი მისიის ფარგლებში ჩავიდნენ. მისიის მიზანია ბალტიისპირა ქვეყნებს საჰაერო სივრცის პატრულირებაში დაეხმარონ. ბალტიისპირა ქვეყნების საჰაერო სივრცე გასული თვეების განმავლობაში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა და დრონებმა რამდენჯერმე დაარღვიეს. ბალტიის ქვეყნები შეშფოთებული არიან მეზობელი რუსების განზრახვით, რადგან არიციან რა ელით მომავალში. მათ ნახეს რაც ხდება უკრაინაში და შიშობენ, რომ შემდეგი შეიძლება თავად იყვნენ. სამწუხაროდ მათ არ აქვთ საკმარისი საჰაერო ძალა, რომ საჰაერო სივრცეზე სუვერენიტეტის უსაფრთხოება უზრუნველყონ. სწორედ ამიტომ სჭირდებათ ნატოს დახმარება. ნატოს წევრი ყველა ქვეყანა მონაწილეობს ამ მისიაში, ბალტიის საჰაერო პატრულირების მონიტორინგში. საფრანგეთიც როგორც ნატოს წევრი ამ მისიის ნაწილია. ფრანგული დანაყოფი შიაულიაის ავიაბაზაზე განთავსდა, სადაც საჰაერო ეკიპაჟის წევრები უკვე აქტიურად მუშაობენ. ნატოს სარდლობის მითითებებით მათ რუსულ ბომბდამშენებს, გამანადგურებლებსა და სხვა თვითმფრინავებს, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ, გზა არაერთხელ გადაუჭრეს. ნატოს ინფორმაციით რუსული თვითმფრინავები, რომლებსაც გზას უკეტავენ, როგორც წესი, გადამცემ მოწყობილობებს არ იყენებენ. საჰაერო მოძრაობის მაკონტროლირებელთან კავშირს არ ამყარებენ და ფრენების შესახებ ინფორმაციას არ აზიარებენ. შესაბამისად, ნატო მათი იდენტიფიცირებისთვის ავიაციას აგზავნის. თავარია ესკალაცია არ მოხდეს. ჩვენც აქ თავდაცვით პოზიციაზე ვართ, რომ დავაკვირდეთ სიტუაციას. შესაბამისად, დავიცავთ უსაფრთხოების გარკვეულ დისტანციებს. ჩვენს ქმედებას სიტუაციას მოვარგებთ, რათა დავწმუნდეთ, რომ ესკალაციისკენ ნაბიჯებს არ გადავდგამთ და ისეთ სიტუაციებს არ შევქმნით, რომლების თავიდან აცილებაც გსურს. გასული თვეების განმავლობაში რუსულმა თვითმფრინავებმა და დრონებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს. ნატოს წევრ სახელმწიფო ქვეყნებში რუსული დრონების შეჭრამ გამოააშკარავა ნატოს სამხედრო ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები, რომლებიც უპილოტო საფრენ აპარატებს უკავშირდება. შედეგად აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები და ნატოს საზღვრებისა და საჰაერო სივრცის გაძლიერების მიზნით გარკვეულ ზომებს მიმართავენ. ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის სამხედრო თავდაცვის წარმომადგენლების თქმით, დრონებისგან დასაცავად ტექნოლოგიური, ფინანსური და ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარებაა საჭირო. შესაძლოა ფრანგებისთვის რუსეთი შორეულ საფრთხედ ჩანდეს, თუმცა როგორც კი ის ნატოს საზღვრებს გადაკვეთს კონფლიქტის თვალსაზრისით, სრულიად სხვა განზომილებაში გადავდივართ. ამ მხრივ საფრანგეთმა როგორც ნატოს წევრმა უნდა იმოქმედოს ფრონტის ხაზზე, სადაც საფრთხე რეალურია და მოსახლეობა შეშინებულია. სწორედ ასეა ბალტიის ქვეყნებში. ხალხი ძალიან ნერვიულობს რუსეთიდან მომავალი საფრთხის გამო მისი დაპყრობითი ამბიციების გათვალისწინებით. აქ ჩამოსვლის მიზანია საფრანგეთმა საფრთხე აარიდოს მოსახლეობას და დაამშვიდოს. Ils craignent d'être les prochains sur la liste après l'Ukraine. Et à ce titre, la présence française ici a une vocation dissuasive et rassurante pour les populations locales. ბალტიის საჰაერო პატრულირების მისია 2004 წელს ამოქმედა, როცა ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ალიანსს შეუერთდნენ. ნატოს წევრი სახელმწიფოები კი ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვაში მონაცვლეობით მონაწილეობენ. ახლა კი რუსული საფრთხეების გაზრდის ფონზე გაიზარდა ნატოს ქვეყნების სამხედრო მისიის მასშტაბიც. საჰაერო პატრულირების მისიის ფარგლებში ფრანგული დანაყოფი ყოველდღიური უწყვეტი მისიით ლიეტუაში ივლისის ბოლომდე დარჩება.